იცი ერთი ადამიანი საახალწლო სუფრაზე რამდენ კალორიას იღებს? დღეს გამოვარკვევთ, რამდენ კალორია შამს ერთი ადამიანი საახალწლო სუფრაზე. რაც არის ყველა კალორიები ერთ ადამიანს წესით რამდენი დღე იყოფოდა ნორმალურად კვებისას და ქართულ სუფრას კალორიების ნაწილში დავარალგებთ იერარქიაში ყველაზე დაბალკალორიულიდან ყველაზე მაღალკალორიულისკენ. ეხლა სუფრას ხედავ, ეს არის სათამაშო. ეს არის ფანტაზია სადამდეც გვეყო, აი ქმარი დაღლილი მოვიდა სახლში საყვარელო სუფრას ეხლა გაგიშლი 2 იანვარია სუფრა. თორე ნიკოფსიდან და რუბანდამდე როა ქართული საახალწლო სუფრა გაშლილი ახალწელს და მერე შობას და მერე ძველი ახალწელს, ეგ შენს კარგად იცი. უყურებ ჩემს სუფრას და ყველაზე დაბალკალორიული ვარიანტი ეს არის წნილები, რომელიც ერთ ულუფაზე 150 გრამზე მომცემს დაახლოებით 30 კალორიას. ამასობაში აპეტაიზერია, ისედაც მოშიებული მიხვედი და უფრო მოგშივდა, წნილით დაიწყე, მაგრამ გააგრძელე. წნილის მერე ლოგიკური გაგრძელება არ არის, მაგრამ ჩემი საყვარელი კერძი. ამასობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ალტერნატივა სუფრაზე ვაზის ფოთლის ტოლმა. ესეთი პატარა 1-30 გრამიანი ულუფა მოგცემს დაახლოებით 40 კალორიას, რომელიც საბავშვო ბაღია იმ კალორიებთან შედარებით, რასაც რამდენიმე კერძი მოგცემს ქართულ სუფრაზე. ამის შემდგომ ისევ მცენარეულ სამყაროში ვრჩებით, გადავდივართ ფხალეულზე. ისპანახის ფხალი, პრასი, ნიგუზიანი, ბადრიჯანი, სადღაც 70-80 კალორიის შუალედში იტრიალებს ერთი ულუფა. იმიტომ რომ ეს მცენარეული საკვები ერთ-ერთი აქ პრობლემა რაც არის შემბეროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვჭამე. თან ამასობაში შენ თვითონ რომ ფხალეულს არ ჭამ, ცალკე მას ჭამ კომბინაციაში. აქ რადგან უნდა მედარდებოდეს ერთადერთი არის შეფარული კალორიები ნიგზიდან. ორჯერ მეტ ნიგოს გაუკეთებ, ორჯერ მეტი კალორია იქნება. ორჯერ ნაკლები ნიგოზი იქნება, ან ზეთები, რომელშიც შეიძლება ნატყაპუნები იყოს სახლში თუ ბებია გიკეთებს, რომელსაც ძალიან უყვარ ხარ ან იყიდე, ორჯერ მეტი კალორია. ამიტომ ცხიმებით წამოსული კალორიები არის მთავარი საკონტროლებელი. ეხლა უყურებ ამ ჩემ თელ სუფრას და კითხავს ვამ, ქართული სუფრა ჯანსაღია? და რა თქმა უნდა ჯანსაღი არის პასუხი. ჯანსაღია ნიშნავს, რომ ბევრ კალორიას და ნუტრიენტს მაძლევს ერთად. კვებით ღირებულობა დიდი აქვს, უბრალოდ პარადი მიყავს სამივე მაკრონუტრიენტს. კალორიების შემდგომი ადგილი უკავია ჩემ იმერულ ყველს, ოღონდ გააჩნია ნაჭერს. 1-50 გრამიანი ნაჭერი მომცემს დაახლოებით 120 კალორიას. თუ ნაჭერი არის ისე, როგორც ბებია ჩემი ჭრის ხოლმე ყველს, 1 წველა რო 4 ნაჭერი გამოდის, იქნება 4-ჯერ მეტი კალორია. ამიტომ ეხლა ეს კალორიები არის დაშვება. და საერთოდ რატომ მოგინდა წინა საახალწლოდ კალორიების დათვლა არ ვიცი, მაგრამ იცოდე რომ აი ეს ყველაფერი არ არის იმისთვის რომ ინერვიულო. ეს არის პერსპექტივა. ქცევით ისეთ ადაპტაციებს გეტყვი ცოტა ხანში ვიდეოში, რომელიც დაგეხმარება ის სიამოვნო სუფრით და ამასობაში არც გაგიჟდე და არც ისე მოიმატო, რომ მე 200 ლარიანი დიეტები ქონდა საყიდელი ვიღაც კოუჩებისგან. კალორიის შემდგომ სიაში გვიზის ჩვენი თონის პური. ერთი ნაჭერი, ამაზე ცოტა დიდი, 50 გრამიანი ნაჭერი მომცემს დაახლოებით 140-150 კალორიას. ავიღე თონის პურის ნაჭერი, ავარჩიე რომელიმე წინა ნათქვამი დაბალკალორიული ალტერნატივა, შემიძლია აპეტაიზერით დავიწყო და კალორიებზე ნაკლებად ვინერვიულო. აქედან უკვე გადავდივართ ცომეულის განყოფილებაში. გვაქვს მჭადი. დამოკიდებულია ზეთშია ეს ნატყაპუნები თუ მშრალად არის გამომცხვარი. ერთი მჭადი, რომელიც დაახლოებით 80 გრამია, მომცემს დაახლოებით 170 კალორიას. თონის პურზე ცოტათი მეც, უბრალოდ დანაყრების ინდექსი და შენს კარგად ჭას რო ჭამ, ყველთან ერთად მარტო მაგან შეიძლება დაგანაყროს და მე სხვა მაღალკალორიული ალტერნატივებისთვის ნაკლებად დაგრჩეს მუცელი. ვერ ვიტან ვინეგრეტს, მთელი ბავშვობა ბარდა მეზიზღებოდა და მე რაც ვისწავლე რაღაცეები, უკვე მაიონეზი მეზიზღება ძალიან კაი ხანია. ნუტრიენტული ღირებულება არა უშავს რა, მაგრამ ვინეგრეტი საერთოდ რატო დევს ქართულ სუფრაზე ჯერჯერობით არ ვიცი, შუბასთან ერთად. შუბას აქ ვერ ნახავთ, იმიტომ რომ მეზიზღება და მე კალორიები ვერ დავთვალე, იმდენი მაიონეზი ქონდა შიგნით, გულიამერია. ვინეგრეტი რო გადმოიღო ორი საოცე სუფრის კოვზი, სადღაც 200 გრამი, მოგცემს 180 კალორიას. არა უშავს რა, გიგანტებთან შედარებით არაფერია. გადავედით ამის მერე კიტრი პომიდროს სალატზე ნიგუზით. ყველაფერს ნიგოზი აქვს და ამას თუ უნიგზოს გააკეთებ ახალი წლის სუფრაზე არ გაგიწყრება ღმერთი და არჩენი ორგანიზმი. თუ არის ნიგოზით, რაც მეტი ნიგოზი აქვს, მით მეტი კალორია აქვს, ერთი ულუფა დაახლოებით 200 გრამიანი, 150 გრამიანი ულუფა მომცემს 180 კალორიას. რაც ნაკლები ნიგოზი ექნება, მით უფრო დაბალკალორიულია, მიუხედავად იმისა, რომ სის შუაში მოხვდა ეხა კალორიულობაში. ჩემი პირველი არჩევანია ხოლმე კიტრი პომიდროს სალატა, რომელიმე ნახშირწყლის წყაროსთან ერთად ეს თონის პური იქნება თუ ჭადი თუ ყველი. გადავდივართ ხორცის ბლინებზე. რატომღაც მთელი ბავშვობა არ მიყვარდა, იმიტომ რომ სადღესასწაულო დაბადების დღის სუფრებზე რომ მოხდათ, ხო იცი, ძალიან გაჭრყინებული პატარა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ არჯანსაღი იყო, იმიტომ რომ მაგდროს მსუქანი ვიყავი და ჩემი მეუბნებოდა, რომ მაგას როჭა მაგის ბრალიაო. მაგრამ საბოლოო ჯამში კალორიულობით არც თუ ისე დიდი ყოფილა. 1 ცალი, ან 2 ცალი 80 გრამიანი ულუფა მოკლედ მომცემს დაახლოებით 190 კალორიას. ვრჩებით ცომეული სამყაროში გავდივართ ლუბიანზე, ამაზე ცოტა დიდი ნაჭერი 80-90 გრამი მოგცემს დაახლოებით 220 კალორიას. აქვე მოყვება ჩვენი იმერული ხაჭაპური, ერთი ნაჭერი დაახლოებით 100-110 გრამი მოგცემს 260-270 კალორიას. გააჩნია ყველი რამდენია გაკეთებული შიგნით. აგრუხებს ყველი დაინანა? გადავდივართ ხორცეული სამყაროში, ვინც მარხვაზეა, ორაგულის სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს. 150 გრამიანი ერთი ულუფა მომცემს დამახლოებით 310 კალორიას. აქვე მოყვება ქათმის ხორცი, კანიანად თუ გიყვარს შეწვა და არა გამოცხობა მოგცემს 150 გრამზე დაახლოებით 360 კალორიას და აქვე მოყვება გოჭის ხორცი, რომელიც ერთი ულუფა 150 გრამი მოგცემს დაახლოებით 400 კალორიას, რაც მეტი ცხიმიანი ნაჭერია და კანით მიირთვი, მით უფრო მაღალი კალორია ექნება ჩემს გოჭსაც. ეხლა აქ დაგვრჩა ორი გიგანტი. ერთი გიგანტი, რომელსაც ელოდები ამდენი ხანია და მეორე გიგანტი, რომელიც არც კი წარმოგიდგენია თუ სის სათავეში მოხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე წარმოვიდგენ არ მქონდა. ქათმის სალათი, მაიონეზით. კაცო, რას ვერჩი? ქათამი აქვს, კიტრი აქვს. მაიონეზი აქვს 2 მაგდენი. 150 გრამი ქათმის სალათა მომცემს დაახლოებით 420 კალორიას, რომელიც არის ძალიან ბევრი. და მაიონეზიანი ქათმის სალათისთვის არ დავთხოვდი ამ კალორიების საახალწლო სუფრაზე, მაშინ როცა საცივი ერთი ულუფა, სადღაც 220 გრამი მომცემს 500 კალორიასთან მიახლოებულს. მაგრამ არის ეს იმის საბაბი, რომ საცივზე უარი ვთქვა ახალ წელს? არა, ეს ვიდეო მაგისთვის არ არის. მაგრამ აქ არ მთავრდება ჩვენი სუფრა და გადავდივართ უფრო კოშმარზე, ტკბილეულზე. საახალწლო ტკბილეული, იმიტომ რომ პორციას არ ვაკონტროლებ, ბევრად უფრო მაღალი კალორიის შეიძლება გამოვიდეს, ვიდრე საახალწლო კერძებიდან მიღებული სუფრა და რო იცოდე, მაცივარში 60,000 კალორია, რომელიც დამარაგებული გაქვს, მაქედან 20,000 კალორია შეიძლება ტკბილეულს ეჭიროს მხოლოდ. შესაბამისად, მე როცა მივდივარ ტკბილზე, თუ ერთ ცალ შოკოლადს ვჭამ, არაფერია, 50 კალორია, 70 კალორია მომცა. ერთმა შოკოლადმა, მაშინ როცა გოზინაყმა, ერთმა ნაჭერმა, 30 გრამმა მომცა დაახლოებით 150 კალორია, იცი რომ აქ არ ვჩერდები. 1, 2, 3, 4, 5 გოზინახს მოყვება ტკბილეული, მოყვება ნამცხრები, რომლებიც მძიმე მოჭიდავეები არიან და ზომა-წონა რომც გააკონტროლო, შეიძლება უფრო მეტი კალორია მიიღო, ვიდრე ერთი ულუფა საცივისგან, რომელიც ახლა არჩევნის ამბავია, მინდა თუ არ მინდა, მედოქს სხვა დროსაც ვიყიდი და საცივი წელიწადში ერთხელ კეთდება. ამიტომ ქცევაზე თუ ამახვილებ ყურადღებას, ტკბილეულიც არ ხდება შენთვის პრობლემა, თუმცა რაოდენობას თუ გადააჭერბე, ტკბილეულისგან უფრო დაგიშავდება, ვიდრე ძირითადი საკვებისგან, იმიტომ რომ მე კითხვა ისმის, რამდენი ჩაგეტევა კუჩში, სადღაც უგაჩერდები. ტკბილეულს ეგ ზღვარი არ აქვს. მით უმეტეს თხევად კალორიებზე ზომა, წონა არ მაქვს, სანამ შაქრის კომა არ მომკლავს, შეიძლება იქამდე გავაგრძელო და შენი სანდორა, რომელიც ნატურალურ წონად გაქვს წარმოდგენილი, უფრო მეტი შაქრის შემცველია, ვიდრე ნატახტრის ლიმონათი, ან ვიდრე კოლა, მაგრამ სასმელში აქაც არ ვჩერდებით. შემოდის ალკოჰოლი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მშვენება და ამ 60,000 კალორიას შეიძლება 20,000 კალორია ალკოჰოლის მარაგი დაემატოს, რაც ოჯახში ტრიალებს. შენ რამდენი ბოცადალიე ღვინო, უკვე შენზეა დამოკიდებული. და აქ ალკოჰოლის დალევა კი არაა პრობლემა. რაოდენობის ვერ გაკონტროლებაა პრობლემა, რომელსაც მე ჭამის ვერ გაკონტროლება მოყვება ხოლმე. ეხლა კალორიები კი დავალაგეთ, მაგრამ კალორიულობით რო არ უყურებ შენ ახალ წელს სუფრას კარგად იცი, მიდიხარ და წნილს კი არ იღებ, რომელიც ყველაზე დაბლა კალორიულია, იღებ ხაჭაპურს. მაგას გვერდზე მოვუდებ ხალეულს, მერე საცივი გაქვს მონატრებული და შენ კი არა, ყველა ეგრე იქცევა. ეგრეს უნდა მოხდეს. და თუ დააპრიორიტეტებ მართლა ისეთ საკვებს, რომელიც ახალ წლისთვის არის სპეციფიკური, კალორიების თვლა და წონის მატება ამ პერიოდში გარდაუვალია შენთვის კი არა, ჩემთვისაც, ყველასთვის. წონის მატება ამასობაში იცოდე, რასაც რიცხვის სასწორზე გიჩვენებს, ეგ არ არის ის კილოგრამი ცხიმები, რომელიც ჯადოსნურად ერთ დღეში დაგედო. ეს არის უძილობა, სითხის შეკავება, სტრესი, ალკოჰოლი. ამიტომ იცოდე, რომ სასწორი ცოტახანი გვერდზე გადადე ახალ წლის პერიოდში, როცა ეს ქაოსი ჩაივლის და ადეკვატურ ყვებას დაუბრუნდები, მერე მიმართე სასწორს, იმიტომ რომ სასწორზე მეორე დღეს დავდექი 2 იანვარს 5 კილოგრამით მეტი ვარ, ცუდად მეძინა, ბევრი წყალი დავლიე და ალკოჰოლი და უკვე 40 დიეტების რიგში ვდგავარ, სანამ ის ფიტნეს მწვრთნელი შობულებიდან ჩამოვა. არასწორი ნაბიჯია. ზოგიერთ თქვენგანი მაგასაც გააკეთებს, მაგრამ რას ვიზამთ? ეს არხი ამისთვის არის, რომ სწორი ქცევებით მიგასწავლოს სწორი გზა. საბოლოო ჯამში, რაც მაგიდავზე მიდევს და ამასობაში რაც დამარაგებულია მაცივარში, ჯამურად მაძლევს 60,000, 70,000, 80,000 კალორიას, რომელიც 4 სულიან ოჯახს უნდა იყოს უწყვეტად ყველა ბალანსში, რომ დარჩეს 9 დღე.
გულთვალად მხარით 9 დღე ვისურვებს ეს გაკეთებული პირველი იანვრის საჭმელი მაცივარში. ერთი გაფუჭდება და მეორე თუ არ დევს და ამოიწურა, ნიშნავს, რომ თითოეულმა ოჯახის წევრმა 4-დან მიიღო 4-500 კალორია დღეში. აქაც იქნება სახესხვაობები, მამამ მეტი ჭამა, ერთი შვილი უჭმელია, დედა მთელი დღე დარბის. კალორიების გადანაწილება ისეთ ქაოტური შეიძლება იყოს, რომ გადააჭარბოს ძალიან ბევრი ნიმიც. ამიტომ იცოდე, რომ შენი ორგანიზმი ისედაც დატვირთული იქნება ამდენი საკვების ერთად მიღებით და შენ ემოციურ დატვირთულობას მაინც უნდა ამატებ.